როგორ შევარჩიოთ მცენარეები, როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გავალამაზოთ ჩვენი სივრცე, ბინაში, აგარაკზე, ეზოში, ოფისში. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია რუბრიკა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები, როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. თანაწამყვანი ელისო ხარჩილავა, ელისო მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება თემას, ნიკოლოზ აფხაზის ბაღები კანადაში. მართლა ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ ბაღებს და არა მარტო ამ ბაღებს, ნიკოლოზ აფხაზი თავად საინტერესო პიროვნება, ანკოტე აფხაზის შვილი და მართლაც ძალიან საინტერესო სასიყვარულო ისტორია. და ზოგადად ეს ბაღი მის სიყვარულს ეძღვნება და რა თქმა უნდა გვიან ამბობთ ელისო და მოდი უპირველეს ყოვლისა ესე მოკლე ისტორია გავიხსენოთ ნიკოლოზის და შემდეგ უკვე ხო რა თქმა უნდა როგორ გააშენა ეს ბაღი და ვის მიუძღვნა. კი ბატონო დილამშვიდობის აი მართლაც თემად როცა ავიღეთ რაღაც საინტერესო ისტორიები ბაღთან დაკავშირებით მოგვეძია აი ესეთი სევდიანი რაღაც ნაღვლიანი ისტორია რომ ნამდვილად არ მინდოდა ეს ისე გაბეტარებინა და თქვენთან შეთანხმებით რომ დავაანონსეთ აი ძალიან დიდი მადლობა მოხარული ვარ და ჩვენს მსმენელებსაც იმედია მოეწონებათ და ერთ-ერთი ის დანიშნულება და ფუნქცია ბაღის შეიძლება ესეც ინსპირაცია გახდეს ზოგიერთებისთვის. ეხლა საიდან იწყება ხო ნიკოლოზ აფხაზის ისტორია? ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ კოტე აფხაზის შთამომავალი, რომელსაც ესეთი მძიმე ცხოვრება მოუწია ემიგრაციაში აღმოჩნდა პატარა ნიკოლოზი დედასთან ერთად საფრანგეთში, მაგრამ იმ ავბედით ჟამს თვითონ მამა როცა დახვრიტეს თვითონ ნიკოლოზ მოუწია თავის თავზე რომ ეზრუნა და დედაზე რომ ეზრუნა. მან დაამთავრა იურიდიული პარიზის უნივერსიტეტში და მუშაობდა იურისტად ცნობად და მდიდარ კლიენტებთან როგორც იურისტი. ერთ-ერთმა კლიენტმა ზუსტად ჩააბარა მას 120 ოთახიანი სახლი საცხოვრებელი პარიზში, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა. ზუსტად ამ ემიგრანტულ შეხვედრებზე შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს. თვითონ ეს პეგის ისტორიაც საინტერესოა. თვითონ ქართველი არის? არა, ქართველი არისო, ეს ქალბატონი პეგიც ასე ვთქვათ, მძიმე ცხოვრებიდან მოდიოდა. ის 3 წლის იყო, როცა დედით და მამით დაობლდა. იშვილა მდიდარმა ოჯახმა, რომელიც იმაში ჩინურ აი მე დამავიწყდა ახლა სახელი, სადაც იზრდებოდა, გამახსენდება და გეტყვით და დრო და დრო საფრანგეთში არიზდებოდა. საფრანგეთში არიზრდებოდა. დრო და დრო ჩამოდიოდა ხოლმე საფრანგეთში და ამ ემიგრანტულ შეხვედრებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამათი ისტორია გაგრძელდა 13 წელი. ანუ კოტე საფრანგეთში იყო, პეგი კიდე მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. და პერიოდულად ხვდებოდნენ როგორც მეგობრები. საქმეც ეს არის როგორც მეგობრები. მე როცა თვითონ ნიკოლოზ დედა დაეღუპა, აი როგორც გითხარით, ვის ოჯახშიც იყო ეს მთავარი მმართველი, საქმეთა მმართველი, მან შესთავაზა გადაცხოვრება, ასე ვთქვათ, კანადაში. რაზედაც დათანხმდა ნიკოლოზი, გადავიდა საცხოვრებლად ვანკუვერში და ამ დროს პეგისაც თავისი ამზდელი მშობლები ეღუპება. ის ყიდის ყველა ქონებას, დატოვებულ ქონებას და ისიც გადადის ვანკუვერში საცხოვრებლად და ყიდულობს იქ საკმაოდ დიდ ტერიტორიას და იწყებს ბაღის მშენებლობას. უკვე აქ ისევ და ისევ ემიგრანტულ შეხვედრაზე ხვდებიან ერთმანეთს და უკვე იგეგმება დანიშნა, რომელიც ქორწილით მთავრდება 13 წლის მერე. და ერთობლივად იწყებენ 13 წელი მეგობრობდნენ 13 წელი მეგობრობდნენ და მერე ხო ნუ სად სიყვარულის ისტორია და ერთად იწყებენ უკვე ამ ბაღის მშენებლობას, რასაც მოანდობეს მთელი 30 წელი.
მინდა გითხრათ, რომ თვითონ პეგის და ნიკოლოს შთამომავალი არ ყავდათ, შვილი არ ყავდათ და თვითონ პეგი როგორც ამბობდა, ბაღი არისო ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, სადაც სახლიც ააშენეს და ეს სახლი მე ფოტოებით რო დავათვალიერე, ხო, აი რა ქართული შტრიხებით. იმ ბაღში ცხოვრობდნენ. იმ ბაღში ცხოვრობდნენ, ქართული შტრიხებით იყო, აი დასავლეთის სახლები თუ წარმოგიდგენია ეხლა რაღაცა ოდა სახლები რო იყო, მოჩუქურთმებული აივნებით, ზუსტად ეგეთი სახლი ააშენეს, საზაფხულო სახლი ააშენეს და აქ ფუსფუსებდნენ, აქ პეგიმ და კოტემ ნიკოლოზმა მოიწვიეს ცნობილი დეკორატორები, დიზაინერები, მებაღეები, აგრონომები და აი ესე ნელ-ნელა დაიწყეს ამ ბაღის, ამ ტერიტორიის ათვისება და მინდა ვთქვათ, რომ ეს მიწის ნაკვეთი არ იყო ესეთი მოსუფთავებული, მოწესრიგებული და რაღაცა ინფრასტრუქტურებით მოწყობილი. არა, ეს იყო მივარდნილი ადგილი, ჭაობთან ახლოს და ახლა წარმოიდგინეთ ამის ყველაფრის გადაკეთება და მოწესრიგება და იმ დონეზე მოყვანა, რაც ახლა უკვე ყველას ხიბლავს ეს ტერიტორია. სოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოქონდათ საინტერესო მცენარეები და ერთ-ერთი ამ ოჯახის დამახასიათებელი შტრიხი არის როდოდენდრონების კოლექცია, რომელიც სოფლიოში არის ერთადერთი ამ ტერიტორიაზე, ამად ბაღში. დღემდე არის შემორჩენილი, სადაც ეს სერიოზული მეცნიერული მუშაობა მიდიოდა, გაბრავლება ამ მცენარეების, ვიცით რომ სელექციონერები სულ იმაზე მუშაობენ, რომ რამენაირად გაუმჯობესონ ესა თუ ის ჯიში, ხო, ფერები, ყვავილობის ხანძლივობა და ძალიან სერიოზული კუნძული დაუთმეს თურმე როდოდენდრონებს და რაღაცა ყოფილა საოცარი შესახედავი და სანახაობა განსაკუთრებით უკვე დღევანდელ დღეს რიგებში უნდა ჩაეწერო, რომ მოხდე სეზონზე. დედრომის გარდა, ანუ სხვა მცენარეები. გუბურებიც ჰქონდათ ამად გაკეთებული, ცალკეული კომპოზიციებიც ჰქონდათ და ყველაზე საინტერესო რა არის, იცით, აი ოთახებად გადანაწილებული. ანუ შეყვარებულების სივრცე ცალკე იყო, მხატვრების სივრცე ცალკე იყო, პოეტების სივრცე ცალკე იყო, სადაც ინტენსიურად შემოქმედებითი ადამიანები გროვდებოდნენ და ატარებდნენ თავიანთ შეხვედრებს. სალონური ბაღი, აი ზუსტად სალონური ბაღი შეიძლება დაერქვას. დროთა განმავლობაში, ასე ვთქვათ, ახალი ამბავია, არც ისე შორეული წარსულის ამბავია, ხო, მეგის და ნიკოლოზის სიყვარულის ამბავი. 87 წელს დაიღუპა თვითონ ნიკოლოზი. რამოდენიმე წელია, თუ არ ვცდები, 8-9 წელი იცხოვრა მერე თვითონ პეგი. რა თქმა უნდა, მას მარტო გაუჭირდა ამ ბაღის მოვლა, ზრუნვა, მაგრამ ზუსტად იმისთვის, რომ ეს ბაღი, როგორც თვითონ წერს თავის ჩანაწერებში არის სიყვარულის ნაყოფი, თავდაუზოგავად თურმე ყველანაირ სახსრებს, ეს წერლობით იყო კიდევ გატაცებული, რამოდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, სამეცნიერო თვალსაზრისითაც, შემოსავლებსაც ამით იზიდავდა, ყველა ამ უკანასკნელ კაპიკებს ახმარდა თურმე თავის ბაღს, თავის დეკორატორებს, მებაღებს და ვინც მუშაობდა ამ ბაღზე. მაგრამ ესე ვთქვათ, დადგა ჟამი თვითონ პეგის გასვლის ამ ცხოვრებიდან და ამ ბაღის მოვლა, საკმარისი თანხა დატოვა, გააგრძელა თავისმა დეკორატორმა და ეს ბაღი იმ დროს წელიწადში ჯდებოდა, წელიწადში $30,000 მოვლა და შენახვა. ეს დეკორატორმა სანამ გააძლო და სანამ შეძლო, ასე ვთქვათ, მოვლა, 4 თუ 5-6 წელი უვლიდა კი ბატონო, მაგრამ მე ნელ-ნელა მოუწია, ხო, მებაღეების დათხოვნა, დიზაინერების, ასე შემდეგ და მე დროთა განმავლობაში ეს ამბავიც როგორც ხდება, რაღაცა დავიწყებას მიეცა და ერთ-ერთ აუქციონზე, აი ხა მაგაზე გადავდივარ, აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. იყიდა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც გამოიყენა
გაიტანა ეს ტერიტორია თავისი მიზნებისთვის და ეს ამბავი რატომღაც აი მართლა არ განადგურდა გავრცელდა ეს ამბავი რომ რაღაცა სიყვარულის ადგილი თურმე უნდა გაიყიდოს რომ კორპუსები აშენდეს და დაირაზმა ხალხი არა მარტო კანადელები სოფლიოს ყველა მხრიდან რომ ესეთი ბაღი იყო უკვე ლეგენდად ჩამოყალიბდა პეკის და ნიკოლოზის სიყვარულის ამბავი და ხალხმა სერიოზული თანხები შეიტანეს და გადაარჩუნეს გამოისყიდეს ასე ვთქვათ და მერე კიდე სხვა მიყიდა სხვა კომპანიამ TSL-ი ასე ქვია რომელმაც ზუსტად ამ ბაღზე გააკეთა აქცენტი და პირიქით განავითარა ეს ბაღი კოტეჯები დაამატა და ზუსტად ყველაზე საინტერესო რა არის ის კერძო მფლობელობაში კი კერძო მფლობელობაში შევიდა და ის საზაფხულო რეზიდენცია ნიკოლოზის და პეგის ნაირი კოტეჯები გააკეთეს და დღესდღეობით თურმე არის ერთ-ერთი ტურისტულად განვითარებული საინტერესო მოქმედი ბაღი არის ეს ჩვენი სიყვარულის ბაღი ეს წიგნათად დაიწერა სიყვარულის ბაღი ქვია არის ერთ-ერთი მწერალი კატარინა გორდონმა რომელმაც მიუძღვნა წიგნი ამ სიყვარულს და დაარქვა უცნაური ცხოვრება სადაც დეტალურად არის აღწერილი თვითონ ნიკოლოზის და პეგის ცხოვრება მათი სიყვარული და ბაღის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის იქნება ეს არა მარტო ჩვენთვის ფართო საზოგადოებისთვისაც ყველა ხის მცენარის ისტორია თურმე აღწერილი როგორ შეიძინეს რატო დასვეს ამა თუ იმ ადგილაზე ყველას აქვს თურმე თავისი ისტორია და ეს ყოფილი აღწერილი ამ წიგნში და მინდა გითხრათ რომ მინდა ამ წიგნის მოპოვება მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე გასაყიდად მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენი სფეროს ადამიანებისთვის ეს წიგნი იქნება ყველაზე ერთ-ერთი კარგი სახელმძღვანელო აი პროფესიით ხო არც ერთი იყო მე ბაღი არც მეორე არც ლანდშაფტის დიზაინერი და ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს შეუძლია რომ ძალიან დიდი საქმეები აკეთოს და ინსპირაცია ყველაფრის არის სიყვარული ხო? რა თქმა უნდა სიყვარული საქმის სიყვარული და კეთილშობილება რა თქმა უნდა საზოგადოებამაც გადაარჩინა ეს ბაღი იქიდან გამომდინარე რომ ალბათ ეს სიყვარული და სილამაზე არასდროს არ უნდა მოგვდეს, ხო? და დღეს ანუ ძალიან ბევრი ვიზიტორი აქვს. ძალიან ბევრი ვიზიტორი აქვს და ლეგენდად არის უკვე გადაქცეული, ვინც იქ თურმე ხელს მოაწერს, ან ერთმანეთს შეფიცავენ სიყვარულს, ეს მფარველობს თურმე და ხო ყველა საინტერესო თავიანთი ანდერძით კი არ დასაფლავდნენ ესენი. ანუ ამ ბაღში არ არიან დაქცეული. არა, ფერფლად არის ხო. და ეს მიმოფანტეს ეს ფერფლი და ზუსტად ეს ლეგენდად არის, რომ აი ვინც აი შეყვარებულები იქ სადაც დაინიშნებიან იმ ადგილას დაქორწინდებიან, ყველას ჯერა რომ აი ნიკოლოზის და პეგის მფარველობის ქვეშ არიან და მათი სიყვარული არის ისეთივე მტკიცე და გრძელვადიანი, როგორც თვითონ ნიკოლოზის და პეგის სიყვარული იყო. და თან რა თქმა უნდა ვიზიტორებმა იციან ხო რომ ეს ნიკოლოზ აფხაზის ბაღია ხო აი ხა ჩვენ რა თქმა უნდა დაინტერესდებიან ისტორიით რა თქმა უნდა შეიძლება აი ესეთი პატარა ქვეყნის შვილის ბაღი რო არსებობს ნიკოლოზ აფხაზის ბაღი ვანკუვერში ეს მე მგონი სამახოა ხო და რაღაცნაირად ანუ ჩვენ არ ვართ ასე ვთქვათ ეს ამ კულტურის გარეთ ამ კულტურაში ვქონდა ჩვენ სამწუხაროდ როცა ვსაუბრობთ ბაღის დიზაინზე ისტორიაზე თითქოს გონია რომ ეს ჩვენთვის ახალი არ არის ეს ახალი ეს ჩვენში ყოველთვის იყო უბრალოდ ცოტა ხნით არის მივიწყებული რომელსაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ და ვამბრავლებთ რა თქმა უნდა გაცოცხლდა კი ასეთი ბევრი ისტორიები გვაქვს რომელსაც პერიოდულად შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს ჩვენს მსმენელს და საინტერესოც იქნება ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მართლაც ესე სასიამოვნოთ დავიწყეთ დილა და რატომაც არა ჩვენ ვისაუბრეთ აი ვინც ამ წუთას შემოგვიერთდა ქართველ შეიძლება ითქვა საზოგადო მოღვაწეზე იქიდან გამომდინარე რომ ის კანადაში მოუწია მას ცხოვრება კოტე აფხაზის ვაჟი ნიკოლოზ აფხაზი რომელიც იქაც ქართულ საქმეს აკეთებდა
და მართლაც ეს არაჩვეულებრივი სიყვარულის ბაღი დაუტოვა სამყაროს თავის მეუღლესთან ერთად. თავისი სერიოზული კოლექციით, მცენარეთა კოლექციით, ჯერ მარტო თურმე აი დღევანდელ დღესაც ეს როდოდენდრონების კოლექცია ერთ-ერთი საუკეთესო თითულება მთელ მსოფლიოში. აი ელისო სანამ დავასრულებ საუბარს, ხო ჩვენს მენელს და მაყურებელს უთხრათ ახლა ყველა არიცის, ხო, რა თქმა უნდა, არ არის ახლა ამ საქმის პროფესიონალი, როდოდენდრონი რა სახის მცენარე? ეს არის ფერადი მოყვავილე მცენარე, რომელიც აი უფრო ძირითადად მაინც აი გამოირჩევა თავისი ყვავილობის ლამაზი დეკორატიულობით. აი ფოტოებში რო ნახოთ, ერთ-ერთი მიმზიდველი და მაღალ დეკორატიული მცენარეა და აი რატო ვაკეთებთ აქცენტს ამაზე? ძალიან ფაქიზი არის ეს მცენარე და მაგისი მოვლა და მე მაგისი კოლექცია არის აი ძალიან დიდ შრომასთან და სიყვარულთან დაკავშირებული და ამით განსხვავდება. და ყვავილობის პერიოდი ბრძოლადიანია. ზაფხული, ზაფხული გვახარებს თავისი ყვავილობით. აი შეიძლება ითქვას აი კაშკაშა ვარდისფერიდან დაწყებული, წითელი, თეთრი, სტაფილოსფერი, აი გამოირჩევა ისეთი უფრო როგორი ყვავილობით, ეს ნაზი ყვავილობის ფერი კი არ აქვს, უფრო აი სიჭრელე და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. სიმკვეთრე სიჭრელე შემოაქვს. დიახ, და ეს არის ბუჩქოვანი, რომელიც იზრდება აი ესეთი ბუჩქი და ახლა პატარა ნუ წარმოვიდგა, სადღაც 2 მეტრამდე, 2 მეტრამდე დიდი არის ესეთი გაფუშფუშებული არის და მართლაც ეს მე ფოტოები რო დავათვალიერე, ხო, აღმართზე აქვს შეფენილი ეს როდოდენდრონები და როცა ყვავილობს, აი მართლაც ზღაპრულ-სილამაზეში ხვდება ადამიანი. და ნიკოლას აფხაზის ბაღის ათვალიერება ინტერნეტ სივრცეში შესაძლებელია. კი, დევს ეს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში და თავიდან ვთქვით თუ არა არ მახსოვს ეს ინფორმაცია საერთოდ როგორ გავრცელდა, ხო? ნეკროლოგი დაიბეჭდა ემიგრანტულ ჟურნალში, რომ გარდაცვალების შესახებ და აი ამით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ხო, აი ნიკოლოზ აფხაზი და ქართველი ემიგრანტებისთვის ეს იყო ინსპირაცია, რომ აი მოეძებნათ ვინ იყო, რა იყო და ასე გავრცელდა ჩვენთან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ისტორიისთვის. ელისო ხარჩილავა იყო ჩვენთან ერთად. თქვენ მოსმინეთ გადაცემას მწვანე რჩევები და შემდეგ 4 შაბათს ვფიქრობ კიდევ საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდებით. რადიო იმედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას დროებით.